რა მოულოდნელი ცვლილებები გიახლოვდებათ, მოგესალმებით მეგობრებო. მე ვარ ვიქტორია, ვიკანა არკანა, პირადი კონსულტაციის მსურველებმა მომწერეთ პირადში და ნახოთ აბა რა მოულოდნელი ცვლილებები გიახლოვდებათ. პირველ რიგში რაღაც გარკვეული კონფლიქტის მოგვარება, დალაგება, ძალიან დიდი ალბათობით თქვენ სასიკეთოთ. ჩანს ასევე რაღაცეების გაცნობიერება. ნახეთ, შესაძლებელია საერთოდ არ იყოს თქვენთვის მაინც და მაინც მარტივი და სასიამოვნო პროცესი, მაგრამ თითქოს რაღაც სრულიად ახალს გააცნობიერებთ და რაღაც გარკვეულ საკითხებს თქვენს რეალობაში სრულიად სხვანაირად შეხედავთ. ძალიან დიდი ალბათობით რაღაც გარკვეულ კონფლიქტს ან აზრთა დაპირისპირებას შეხედავთ სხვა პოზიციით, სხვა კუთხით. ნებისმიერ შემთხვევაში ამ ნეგატიური ენერგიებიდან გამოსავალი ჩანს. ასევე ჩანს ის, რომ თქვენ გელოდებათ ახლო მომავალში მოულოდნელი სტაბილურობა, მოულოდნელი სიმყარე. ყველას არ ეხება ის ინფორმაცია, მაგრამ სავსებით შესაძლებელია სასიყვარულო ურთიერთობები დაიწყოს თქვენ ცხოვრებაში, ან რაღაც ხელის თხოვნა, ან რაღაც მსგავსი სიუჟეტი იყოს. თუმცა კიდევ ერთხელ გამიმეორებ, რომ ყველას არ ეხება ეს სიტუაცია, ეს ინფორმაცია უკაცრავად. კიდევ რა მოულოდნელი ცვლილებები გელოდებათ, ხმლების სრუიანი, კვერთხების ცხრიანი და კვერთხების სრუიანი. რაღაც გარკვეულ შფოთვებში ხართ მეგობრებო, თითქოს რაღაცეებისგან ძალიან ხშირად თავს იკავებ, ძალიან თავშეკავებული ადამიანი ხართ, გიჭირთ ადამიანებთან გახსნა, გიჭირთ საკუთარი ემოციების გრძნობების აღწერა სიტყვიერად, თქვენთვის რაღაც სირთულეს წარმოადგენს თითქოს ან გახსნა თავად, ან გახსნისთვის სიტყვების შერჩევა. ნებისმიერ შემთხვევაში ახლო მომავალში დატრიალდება მოვლენები ძალიან სწრაფად და თქვენთვის ძალიან მოულოდნელად, თუმცა ნამდვილად ვერ ვიტყოდი რომ ნეგატიურად. კი, ეს არ იქნება მარტივი პროცესი, სადღაც თქვენი შფოთვებიც გაგრძელდება, სადღაც თქვენზე ნეგატიურად იმოქმედებს თქვენი შინაგანი ჩაკეტილობაც, მაგრამ თავარი არის ის, რომ თქვენ ამ ენერგიებიდან უკვე გამოდიხართ, უკვე ხართ ამ პროცესებში. ასევე თქვენ რაღაც კონფლიქტს მოიგებთ აშკარად, თუ თქვენ გაქვთ კონფლიქტი, ან გაქვთ რაღაც გარკვეული იურიდიული დავა, იცოდეთ, რომ აქ სამყარო თქვენს მხარეს არის მაქსიმალურად და მეგობრებო, რაღაც თქვენი სანუკვარი სურვილი, ან რაღაც თქვენი სანუკვარი ოცნება ასრულდება. ნებისმიერ შემთხვევაში, თუ არ ასრულდება ახლო მომავალში, ამ შემთხვევაში აუცილებლად ჩაედება საფუძველი იმას, რომ მომავალში ასრულდეს. მაგალითად, თქვენი საოცნებო სამსახური შესაძლოა არ მიიღოთ მაინც და მაინც 1, 2 ან თუნდაც 3 თვის განმავლობაში, მაგრამ რაღაც გარკვეული საფუძვლები ჩაეყაროს ამას, ხო? კიდევ რა მოულოდნელი ცვლილებები გელოდებათ, რაღაც გარკვეულ სიტუაციებს სრულიად სხვანაირი თვალით შეხედავთ მეთქი, რომ გეუბნებით ზუსტად ეს ჩანს. ასევე ჩანს მსხვერპლის პოზიციიდან გამოსვლა. მეგობრებო, მსხვერპლის პოზიციაში ხართ ხოლმე, გინდათ არ გინდათ, გააზრებულად თუ გაუაზრებლად. მსხვერპლის პოზიცია არ ნიშნავს იმას, რომ თქვენ მსხვერპლი ხართ, მსხვერპლის პოზიცია ნიშნავს იმას, რომ თქვენ საკუთარ თავს ზედმეტად წირავთ ხოლმე და ზედმეტად მსხვერპლის როლიდან უყურებთ რაღაცეებს და ასევე ჩანს ძალიან ბევრი აღიარება. ძალიან ბევრ სიმპათიებს, ძალიან ბევრ აღიარებებს მიიღებთ აუცილებლად ადამიანებისგან, ან კონკრეტული ერთი ადამიანისგან. როგორც უკვე ზემოთ ვახსენე, რაღაც ხელის თხოვნა, ან გრძნობების ახსნა, ან სასიყვარულო ურთიერთობებში შესვლა ჩანს. თუმცა რომ ეს არ იყოს, აქ აუცილებლად მიიღებთ რაღაც თქვენთვის ძალიან მოულოდნელ აღიარებებს სიმპათიებში და აღიარებებს როგორც ადამიანის. ანუ თქვენი რაღაც თვისებები, თქვენი რაღაც ასე ვთქვათ, პლიუსები იქნება მაქსიმალურად დაფასებული.